ყველა ნატოს წევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში არსებობს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი არის მათ შორის ნატოს თემებზე და მათ შორის ეუთოს საკითხებზე. მაგრამ საქართველოს რადგანაც არ არის ნატოს წევრი, ამიტომ ეს დანამატი ევროატლანტიკური გჭირდებოდა. ამავდროულად ის სამმართველო, რომელიც არსებობდა და მოიცავდა ახალი საფრთხეების თემას, მას დავარქვით ინგლისურად უნდა ვთქვა და ვთარგმნი emerging security challenges, ანუ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების და შეერაღებაზე კონტროლის, იმიტომ რომ მაშინ ნატოში არსებობდა სპეციალური მიმართულება, რომელსაც ასეთივე სახელი ჰქონდა და ამას თავისი სტრატეგიული ამოცანები ჰქონდა. არსაიდან უცებ 2022 წელს ეს დეპარტამენტი დაშალეს, გადააკეთეს გენერალურ დირექტორატად და ეს არის პერიოდი, როდესაც გაათავისუფლეს ნატა ქორიძე. ანუ ეს იყო ამისთვის გაკეთებული. ეს სამმართველო აიღეს და ჩამოაყალიბეს ცალკე დეპარტამენტად. ეს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისას არც არავის აუხსნია კონკრეტული პირი გაეთავისუფლებია. კი. აიმიტომ არც არავის აუხსნია, კი ბატონო, არც არავის აუხსნია, რატო იყო საჭირო 4-კაციანი სამმართველოდან 5-კაციანი დეპარტამენტის შექმნა. პირიქით 5-კაციანი სამმართველოდან იგივე კონფიგურაციის დეპარტამენტის შექმნა. რატო იყო საჭირო გენერალური დირექტორატი, ანუ ვაძლიერებ, მაგრამ როგორ რანაირად. ასევე ეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველო, რომელიც ამ დეპარტამენტის აღდგენის დროს შეიქმნა და ეხლა გააუქმეს, ეს სამმართველო შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდეს, როდესაც საქართველო გახდება ნატოს წევრი. იმიტომ რომ მაშინ შენ აღარ გჭირდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაცია. ამიტომ ახლა რატომ არის გაუქმებული, ეს გაუგებარი არის. და კიდე რომ გასაგებია. ანუ არა, ნუ დავასრულებ, კი ბატონო. ან პრიორიტეტი. ან რა თქმა უნდა, ხო, აი ხა ნახეთ, რომ დავასრულო და ისა. თუ სამმართველოს დეპარტამენტად გადაკეთება არ ახსნილა მიზნობრიობა, ახლა დეპარტამენტის სამმართველოდ გადაკეთების მიზნობრიობა, საუბარია ჩემს დეპარტამენტზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების, რომელიც საერთოდ არ ვიცი იგივე სამმართველოა თუ არა, უბრალოდ სახელი რაღაცნაირად გავს და შესაძლოა იგივეა უსაფრთხოების პოლიტიკის, მაგრამ რამდენად იგივე არავინ არ იცის და ამით ერთ საკითხად შევეხები და ნუ ჩემს პასუხს დავასრულებ, რომ აი რაც დათომ ახსენა. კი ბატონო, თუ ტარდება რეორგანიზაცია ოპტიმიზაციისთვის, თუ ტარდება რეორგანიზაცია სამინისტროს გაჯანსაღებისთვის, მინიმუმ უნდა იყოს წარმოდგენილი, რა არის ფუნქცია, მოვალეობები ამა თუ იმ სამმართველოსი თუ ამა თუ იმ დეპარტამენტის და რატომ ხდება ეს ცვლილებები. ერთადერთი განმარტება ჩვენ რაც ჰქონდა, ეს იყო მეილი, რომლითაც გავიგეთ რეორგანიზაციის დაწყების შესახებ, სადაც იყო ნახსენები ორი რაღაცა. ერთი რომ ამ ქვეყანამ უნდა შეასრულოს სუვერენული საგარეო პოლიტიკა და მეორე რომ უნდა ჩატარდეს სამინისტროში ძირეული რეფორმა.